პირველი კითხვა ასეთია. შენი აზრით ვინმეს აქვს ჩვენზე კარგი კონსტიტუცია? სანამ შემოვიდოდი უსმენდი მიშა შენს მონოლოგს. სადაც აღნიშნე რომ 2002-2017 წლებში საქართველოსდან გავიდა 1.400.000 ადამიანი 1.5 ანუ გამოდის რომ 1.5 ქართველის აზრით სადღაც უკეთესი კონსტიტუციაც შეიძლება არსებობდეს. კარგი, მაშინ ასე კითხავ, რომელ ქვეყანას აქვს საუკეთესო კონსტიტუცია? იგივე შეკითხვას თუ დაუსვამ Google-ს, იცი რა პასუხს მიიღებ? არ ვიცი. ცადე, ჩაწერე Google-ში ოღონდ ინგლისურად ესეთი შეკითხვა. რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო კონსტიტუცია? და Google გიპასუხებს. ინდოეთს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კონსტიტუცია. რომელიც შედგება 146,385 სიტყვისგან. ანუ Google-იც ვერ ხვდება რას ნიშნავს საუკეთესო კონსტიტუცია და მაგაზე ვერ გპასუხობს, მაგრამ ყველაზე საუკეთესო არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი ინდოეთსა. იქნებ მე გაინტერესებდეს, თორე აბა ეხა ამ კითხვას რატო უნდა სვო Google-ი ასე ფიქრობს, გასაგებია. რამე კრიტერიუმი არ არსებობს, რითაც შეგვიძლია ვიმჟელოთ კონსტიტუციების ავკარგიანობაზე? ალბათ უნდა წავიკითხოთ სოფლიოში მოქმედი ყველა კონსტიტუცია და ვნახოთ საწერია ყველაზე კარგი რაღაცები და შემდეგ ვიმსჯელოთ. მე არ მოგატყუებ რომ ყველა კონსტიტუცია წავიკითხე, მაგრამ ბევრი წავიკითხე და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციიდან, წაგიკითხავ ამონარიდებს და თუ გამოიცნობ რომელი ქვეყნისაა. მიდი. ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ქალები და კაცები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. საგარეო ურთიერთობები ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით. სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვეობა, უარი ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარაზე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა. ამერიკის კონსტიტუცია? არა, საბჭოთა კავშირი. რაღაც ქარაგმებით გველაპარაკები, რისი თქვა გინდა? მოკლედ საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ძალიან კარგი კონსტიტუცია, მაგრამ ჩემზე კარგად გახსოვს, როგორ სრულდებოდა ეს კონსტიტუცია. ანუ რისი თქმა მინდა, ის კი არ არის მთავარი რა წერია კონსტიტუციაში, მთავარია როგორ სრულდება. ეგრეთ ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. მაგრამ ივნისში გაიმართება LGBTQI პრაიდი და ყველანი ერთად ვნახავთ, რას ნიშნავს, როდესაც კონსტიტუციაში გიწერია კარგი რაღაცები, მაგრამ ამ მაგრამს ვნახავთ ერთად ყველანი. მოკლედ, მიშა მთავარია კონსტიტუციის პატივისცემა. მაშინ ასე შეკითხვა, კონსტიტუციას ვინ ცემს ყველაზე მეტად პატივს, რომელი ქვეყანა? ბევრი ქვეყანა არის ასეთი, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ამერიკის შეერთებულ შტატებს. 200 წელიწადში ამერიკამ 27 ჯერ შეცვალა კონსტიტუცია და ჩვენ 27 წელიწადში 200 ჯერ. ზუსტი რიცხვები. რიცხვებზე გამოკიდება შეიძლება. რიცხვებზე გამოკიდება შეიძლება, მაგრამ იდეა იგივე. პროპორცია დაახლოებით ასე. პროპორცია ეგეთია. აი, ამდენჯერ კონსტიტუციის შეცვლა შეგვიძლია შევადაროთ, აი, მოდი წარმოვიდგინოთ ნახატი, რამე ცნობილი ნახატი, მაგალითად მონალიზა. და წარმოვიდგინოთ, რომ ლუვრში შესულ ყველა ტურისტს აქვს უფლება თავისი შტრიხი შეიტანოს ამ ნახატს. როგორ მონალიზას მივიღებთ? ცოტა ხანში გვექნება მონალიზა, რომელსაც აქვს ულვაშები მიხატული, აქ აწერია მეტალიკა, ნანა მიყვარხარ, ჰალა მადრიდ და დარწმუნებული ვარ, რომ სვასტიკასაც მიახატავს ვიღაცა აუცილებლად. ეგეთი რაღაც დაემართა ჩვენს კონსტიტუციასაც. ხო, მაგრამ ქართველებს ხო კარგად გამოგდის ეგეთი პროექტები, როცა ყველა თავის რაღაცას ამატებს. მაგალითად, ვეფხისტყაოსანი. კი, მაგრამ ეგეთი პროექტები მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე ყველანი ვთანხმდებით. და მე მოსულა ჩამატებები. აი წარმოიდგინე, შოთა რუსთაველმა რო დაწერა ვეფხისტყაოსანში, რომ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. შემდეგ ვიღაცას რო ჩაემატებინა, ოღონდ სახში რაც უნდათ ისაკეთონ, გარეთ ნუ გამოვლენო.
ხო აღარ იქნებოდა ვეფხისტყაოსანი ისეთი გენიალური როგორც ახლა. ამიტომ ესეთ ჯგუფურ ესეთ გასაგებია. პროექტებშიც შენ ამტკიცებ რომ ჩვენი პრობლემა არის ის რომ ყველა ხელისუფლება თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას. ეგ არის თავი პრობლემა, მაგრამ ნუ ისიც არ დაუკარგოთ ახლა ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლებას რომ მათ არასოდეს შეუცვლიათ კონსტიტუცია. რანაირად? მაშინ არ ქონდა კონსტიტუცია. შევარდნაძე მიიღო 95 წელს და რამე პოზიტიური თუ შეგიძლია გითხრა ჯავა? ამერიკაზე. იყოს ამერიკაზე. პოზიტივი იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე 110,000-ზე მეტი ბოდიში 11,000-ზე მეტი კონსტიტუციის ცვლილების პროექტი განიხილეს. 11,000-ზე მეტი პროექტი განიხილეს და მხოლოდ 27 მოიწონეს. ოკეი. ანუ როგორ პატივსცემენ ამერიკელები კონსტიტუციას, რომ 11,000 იდეიდან მხოლოდ 27 გაიმეტეს იმისთვის, რომ დღემდე მიღებიდან დღემდე აღმოჩნდა კონსტიტუციაში და მე მაქვს იმედი, რომ გავადრო და ჩვენც ვისწავლით მათსავით კონსტიტუციის დაცვას, პატივისცემას, ნუ ბოლოს და ბოლოს მაგათი ხნის მაკაც მუხის ხე უდგას ეზოში. ამერიკელებმა როდი შეასწორეს ბოლოს კონსტიტუცია? 1992 წელს. ანუ ჩვენ რო ბოლოს წინა ომი გქონდა. კარგი. ამ პოზიტიურ და ამაყ ნოტაზე დაგემშვიდობები ჯავახ. დიდი მადლობა. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. არ დავკარგოთ ერთმანეთს.